კალაძე შესაძლოა მინისტრთა კაბინეტს მიღმა აღმოჩნდეს და კვლავ პარლამენტში დაბრუნდეს. ერთხელ უკვე დეპუტატად არჩეულ კალაძეს გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ მინისტრის თანამდებობიდან არჩევნებამდე გადააყენებენ. ასევე გავრცელებული ინფორმაციით კალაძის გადაყენებას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი საარჩევნო სიაში მოწინავე ადგილს დაიკავებს, მეორე კი მისი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე საქმიანობა, რომელიც როგორც ვარაუდობენ, კვერიკაშვილს არ აკმაყოფილებს. რაზე საუბრობენ პოლიტიკურ კულუარებში და როგორია უმრავლესობის დეპუტატების პოზიცია ამ საკითხზე ქეთი ხიდიშელია ახლა პირდაპირ კონტაქტზე ქეთი გისმენთ. ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ შესაძლოა კახი კალაძე ვიხილოთ მინისტრთა კაბინეტის მიღმა, ვინაიდან ის მოიაზრება ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ სხვა მიზეზებზე, კერძოდ მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ კახი კალაძის მუშაობით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის უკმაყოფილო, შესაბამისად მან მიიღო გადაწყვეტილება კალაძის უკან პარლამენტში დაბრუნების შესახებ. გეტყვით, რომ კახი კალაძე მერვე მოწვევის პარლამენტში სამტრედიის კვოტით მოხვდა, თუმცა მან დეპუტატის მანდატი მალევე გადაცვალა მინისტრის პორტფელში. მან ასევე დაიკავა ვიცე-პრემიერის პოსტი, მან სტატუსი შეინარჩუნა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პირობებში. დღეს თავად კალაძემაც გააკეთა განცხადება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას მან გასცა ერთი კონკრეტული პასუხი, ის მედიის წარმომადგენლებს მოთმინებისკენ მოუწოდებს. დაველოდოთ, როდესაც იქნება დასრულებული მუშაობა, გადაწყვეტილება მიღებული, ეს ცნობილი გახდება ყველასთვის. უკმაყოფილება არის ამ მინისტრის მიმართ და ეს უკმაყოფილება არის იქიდან გამომდინარე, რომ არათუ ის, რომ ეს ადამიანი თავის სფეროში ვერ აკეთებს რამეს, არამედ ძალიან დიდი გავლენების სურვილი აქვს. კონკრეტული წყარო მაქვს, მყავს რა თქმა უნდა. შეიძლება შესთავაზონ ეს ამბავი და არა მარტო კახი შესთავაზონ ეს ამბავი. ამიტომაც დაველოდოთ 14 მაისს. თუ კალაძეს ჩათვლის პრემიერი რომ უნდა იყოს სიაში, ლოგიკურია. არჩევნებამდე 6 თვე რჩება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიახლეები ბადაზე ადრე განხორციელდეს კახი კალაძის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველაფერი კი 14 მაისს გაირკვევა, სწორედ ამ დღეს არის ჩანიშნული ოცნების ყრილობა.